დილამშვიდო. დილამშვიდობის ხალხი. Ali ზოგდება. აი მე გადითაკეთ. შინგენა ცვალი ჩემო პრინცესა გოგო. მომხედე ულამაზესო წკრიალა. ჩემი გაწეწილი ცხოვრება. ეს რა არის ბიჭო? ეს გოგო ეს ბიჭი თან როგორ ლამაზია უყურეთ ღმერთო როგორ მიყვარს სად არის მესამე ვაიმე შენ ვერ დაგინახე პანდა შენ პანდუნიო ვერ დაგინახე ბიჭო მე რა ცხოვრება ხარ გუშინ არ ვიყავ. შეამჩნევდით. აი მე როგორ გადი. ანა დედი, აქ რა გინდა თქვენ ოთახში რა? აი ხან. ძოზე. იდი ბიჭო. ის მინდოდა ტელეფონი რომ კვერცხს დავანანდო. აბა მოშორდით. გუშინ არ ვიყავი. ოღონდ იმიტომ კი არა ვარ. მე ზარა რაღაცა სპეციალურად არ ვარ შუქს ახლა რომ ეს უნდა გავლამბო. დედარას მიყავთ. არ დამივარცხნიავრით ეს ნახეთ გიხო. ვაიმე. ეს ნახოთ რომ თან გეტყვით ნელ-ნელა რატო არ ვიყავ. სახში ვიყავი. ასე ავდექი დილით. ეს ნახეთ. არაფრით არ დამიხვია, უბრალოდ რომ დავიგვანე, მასევე შევიკარე და გეცები რომ მინდოდეს სადმე წასვლისას რომ ესე გავიკეთოთ, ვერ გავიკეთე. ნუ მოკლედ დილით ვაიმე ლამაში არ ვიცი როგორ ხედავთ ხა თქვენ აი როგორ უნდა დაინახოთ. აი კედელზე ჩანს კაპილარები. ამაში არის წიწილი. ეს ერთი. მოძრაობს ხარბულა მოძრაობს. ეხლა მინდა რომ ეს თქვენც დაგანახოთ. არ ვიცი როგორ დაგანახოთ ეხლა რომ აღიქვათ თქვენც. რომელი ადგილი იყო რომ კარგად ჩანდა რომ მოძრაობ. ამაშიც არის. ეს ორი დიდი კვერცხია, რომელიც ჩემო თანამშრომელმა მაჯუქა, ეს არის ყელი ტიტულის თუ არ ვცდები. ეხლა ნახოთ ბაძაძინები რა. ამაშიც ბრძანდება. თანამოატრია. ამაშიც აი ხაბა თუ დაინახოთ, არ ვიცი როგორ ვიცადე აი კაპილარებს ხედავთ. ეს თუ ჩანდეს. მე თვითონ ანუ კამერაში ისე ხედავ. აი ამაშიც გონი ვიცი არ დამივარდეს
კი. ახლა მინდა რომ გამოჩნდეს როგორ მოძრაობს შიგნით, ოღონდ შენ და აი ეს ყველაზე მაგრად ჩა. მოძრაობას ხედავთ კვერცხში. ძალიან საოცრება. ხო მაგრად ჩანს. ჩემო პატარა ციცილება. ანუ ფაქტი არის რომ 6-ვეშია. 6-ვეში არის. ჩემი ლამაზები. აბა წყალი გვაქვს. დავსვათ ისევ ჩვენი კრუხი. აი მიდედა. წავედ ხა ყავა დავლიათ. აბა შენიცი. დღეს არის 5. ხვალ არადაზე გუნდა გამოჩიკოს წესით. დავნახოთ ხა მართლა მახსოვს თუ არა. იმიტომ რომ კალენდარში მაშინ აღნიშნე როგორც მახსოვს. 7. მე ციცილები 7-ში. კვირა წითლად არის არჩა. და მაგას რო დააწვევი, ჩნდება აი ხო არის მაგალითად 5. ხო, ახლა დავაწვევი 7-ს. ციცილები. ჩემი ციცილები. ახლა დავлеო ყავას გამაგვიწევ ბავშვებს და წავალთ მე ნინო და ბარბარე შოპ-მარინაში. 5 აკლია 800, 15 აკლია 900 უნდა წავიდეთ. ხალხო გუში მჩხილები გავიკეთე როგორც იქნა ხალხო. ოღონდ არც გზელი არ მაქვს. უბრალოდ მინდოდა რომ მომეწესრიგებინა ძლევს. ორშაბათამდე ალბათ ასე მექნება. დღეს შოპ-მარინაში ძალიან ბევრი რაღაცები იყიდება, ანუ კოლექცია იწურება. თან ის რომ ვაიმე და რა ქვია ნაყარ-მუყარი რაღაცა იყოს, მასე არ იქნება. იმიტომ რომ მართლა ბევრი რაღაცაა და ხა ბევრი რაღაცაც არ მინდა მე. ნინო მიყავდა, ბარბარეც მიყვა. იმედია ბარბარესთვის ვიცი რომ შევარჩევ რაღაცებს, მაგრამ ნინოს ასაკის თუ არ დამომიწევს ბაზრობაზე გაქცევა მე ალბათ მეორე კვირაში. ლარად არის ხალხო, ყველაფერი. ჯინშარვალი რო იყიდო, ისიც ლარად. ხო და მაგიტო თან ფეხები უკან ვრჩება რომ არ მინდა ბევრი ხალხი იყოს. წავიდეთ ყოლა. ჩოქრო. აბა ჩემი კუხუნია. ეგორი ქათმის ფორმა აქვს. წავიდეთ. ესენი ახალოდეთ. ის თვალი გინდა. ბიჭო, იცი რას გიზაო? შეგჭამ. ბიჭო. შენს მიგაყოლებ ჩემო ცხოვრება. ისინი უკრა რომ დაგიყვარდეს ხალხო. განაშორება საკ უგულო. ზეც გამოდის. ვაა, ესე იგი კარებს ვაკეთებ, ეს რატო შემოდის? ბარბარეს მოპაროთ ყავა.
რადგან მალე კოკაცოს მთელი დღე სიბნელეში რატო დავდივარ. ნელა დღე რომ დაპატარავდება, ალბათ მომიწევს ხოლმე ისე ბატარიით სიარული ღამე რო ვდგები ხოლმე, ღამე რა დილით. ეს პატარა კომსია. ამიტომ ბევრსაც ჩავიყოლი. თბილისში რომ მივდივარ ხოლმე ვცდილობ, რომ ბევრი ანუ ყავა დიდი რაოდენობის არ მივიღო. გუშინ ფეხბურთი წავაკეთ. მაგრამ იცი როგორ ხალხს ვერ ვიტან. ვაიმე დედა. ძალიან არ შეგაწმენთ თავს. ცოტა ხანი და დაგემშვიდობებით. იცი როგორ ხალხს ვერ ვიტან. გახსოვთ ის თამაშები რომ მოვიქეთ. გახსოვთ ის თამაშები რომ თელ ერს ერთმანეთი ვიყვართ. გახსოვთ ის თამაშები რომ შეგვეძლო უცხო ადამიანი შეგვყარებოდა და გახსოვთ ის თამაშები რომ გაგვაერთიანა ფეხბურთი. მაგრამ როგორ ხალხს ვერ ვიტან. თამამად შემიძლია თქვა. აი გუშინდელი მარცხის გამო რომ დასცინიან ქილიკობენ ენეირად ითამაშეს დამიჯეროთ ყველა გულშემატკივარზე მეტად თვითონ იმ ფეხბურთელებს უნდათ რომ მოექოთ იმიტომ რომ წააგეს შეგვიძლია ვაგინოთ გადავუაროთ ბურთს რო ვერ თამაშობენ იმაში დავადანაშაულოთ მაგარი ერი ვართ რა მაგარი და გუშინ რატომაც არ მინდა რომ ხასიათი გაგიფუჭოთ მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის თანდევია ერთი წუთით ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის პრობლემაა ეს ყველაფერი ყველა იმ ადამიანის პრობლემაა ჩვეულებრივი ადამიანი მოკვდავების პრობლემა რომელთაც გულის ტკივად როდესაც ადამიანებს ექცევიან ცხოველებივით თუნდაც ეს გუშინდელი საღამოს თამაში მე ბევრი კომენტარი ვნახე სადაც ლანցხავდნენ ფეხბურთელებს და ვაი თქვენ ადამიანობას და მთავარი მიზეზი თუ ეს მიჭერს რატო არ ვიყავი გუშინ გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე გადმოყარო დაიწყო დალალები და ესე მოვიდუღე და დამჭირდა და სანამ მეთქი რაღაცა ავას დავდებ და თვალიერებდი ინტერნეტს Facebook-ს სავარაუდოდ და შემხვდა ერთი კადრი რომელმაც მთელი დღე გამიფუჭა არ ვიტყვი მაგას იმიტომ რომ ძალიან არა ადამიანი უნდა ვიყო რომ თქვა გამიფუჭა ანუ რატო ვნახე ეს ვიდეო არა მთელი დღე მტკიოდა ამ ადამიანის ტკივილი და ძულდა ექიმები ის ექიმები რომლებიც ცხოველებივით ექცევიან პაციენტებს ცხოველებივით ექცევიან ადამიანებს და ჯერ საფულეში გიყურებენ რო კვდებოდე საფულეში გიყურებენ ერთი შემთხვევა არის რომ გუშინ წინ კაცი წაიქცა
60-65 წლის კაცი წაიქცა ერთ-ერთი საავადმყოფოს წინ თბილისში და არავინ არ გამოხედა საავადმყოფოდან. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შევიდა. სთხოვეს დახმარებოდათ, რომ სავარაუდოდ იმდენად ძლიერად დაცემულა, რომ გუბე იდგა სისხლის და სავარაუდოდ თვალიც კი დაკარგა. მთლიანი სახე აღარ ეტყობოდა ამ კაცო და არ გვაქვს უფლებაო, თუ ესეო, თუ ისეო. მე ხალხი თვითონ გადაირია. ან უფლებაც რომ გამოხვიდე და ბამბა, წყალი, რაღაცა რომ სახე ჩამოუბანო, უფლება უნდა მაგას. არა, მაგას ადამიანობა უნდა. ისევ გამლელებმა მიხედეს ამ კაცს და სასწრაფო გამოიძახეს საავადმყოფოს კარებთან წაქცეულ კაცთან სასწრაფო გამოიძახეს. გამლელებმა, ადამიანებმა, რომელსაც კიდე ადამიანობა შერჩა. ეს არ არის ვიდეო, რომელზეც გეუბნეოდეთ. მთელი დღის მანძილზე სვამაზე ვფიქრობდი, მთელი დღის მანძილზე არ მომცა ამ ინფორმაციამ იმის განწყობა, რომ მე გამარჯობა როგორ ახართ მე თქო. ერთმა კარგად გამყოფოდა, უბრალოდ ვიდეოს ჩაწერის ის არ მქონდა, თუმცა მინდოდა ამ თემაზე მელაპარაკა. განახეთ, საშინელი ვიდეო, მაგრამ არ ვიცი, ჩვენი არა ადამიანობა რატომდე მიგვიყვანს. ეხლა მე ჩაგირთვათ იმ ვიდეოს და განახებთ. ეს შემთხვევა მოხდა გორში. ეს შემთხვევა მოხდა გორში. და ვიდა უსმინოთ ხა ამას. ამ ინფექციის ძალიან მეშინია. იმიტომ რომ გამოვიარე ეგ მეც იცით თქვენ ბევრჯერ მithქვია ჩუტყვავილა. თუმცა ძალიან იოლად გადავიტანეთ, მაგრამ მე კუდი მოგვიქნია და საკმაოდ დღემდე მივყვებით მკურნალობას. 2 წელია უკვე. და ბაბუ არის ეს, რომელსაც გორში 4 წლის შვილი დაეღუპა იმის გამო, რომ ექიმებმა არ მიაქციეს ყურადღება. ეხლა დანარჩენს თქვენ უსმინეთ და გამოიტანეთ დასკვნა, რადგანამდე შეგვიძლია ვიყოთ ცხოველები არა, იმიტომ რომ ცხოველი ესე არ იქცევა. გამოვიდა ექიმი. კალიდორში დაჯდა ჩემი შვილს ჭირახელში გაჩვენა. ესე უჭირასდა. ოიმე, ჩუტყვავილა აქვსო. აქა როგორ მივიღოვებინა მითხრა. მე უთხარი ჩქარა ცუდად არის. მაგრამ ვაიმე იმ პალატაში ისაწევსო, იქ ვერ შევიყვანო, იქით ისაწევსო, ვერ შევიყვანო. მე დაკეტილი ოთახი ჰქონდათ. მივიდა ნელა და ან მოუჩქარა ნაბიჯს, ან შეიცხადა რომ ჩქარაშვილო ცუდად არის და მივხედოთო. შევიყვანეთ და ჩვენ დავაწვინეთ იმაზე და ვეუბნები ექიმსა რომ ჩქარა ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ ან რამე იმეთქი და მოიცაო. ჯერი ისტორია უნდა შევავსო. მე უთხარი რა დრო ისტორია არის, გარო მეთქი ბავშვი. მაშინ თბილისიდან გამოვიძახოთო სასწრაფოიო და მერე მოასწრებს ჩამოსვლას ამეთქი. ჯერა უნდა საბუთები შევავსო და დაურეკოთო მერეო და მე უთხარი დრო აღარ არის.
დავავლეთ ბავშვსახელი და ერთი არ უთქვა რომ მოიცადი აქ გავუკეთებ პირველ დახმარებასა. არა, პირდაპირ გამოვიტაცეთ და წამოვედით და აი შებრუნების 5-10 წუთი დავკარგეთ საავადმყოფოსთან მისული. და მიდიოდით თბილისში უნდა შევსულიყავით უკვე დავრეკეთ სასწრაფო და გვახვედრეთ ბავშვიც და თავინეთკი და ეხლავეო გაჩერდით სადმეო. დრო არ დავკარგეთ არ გავჩერდით და მე მივდიოდით და პატრული დავინახეთ. გადმოხტა ჩემი შვილი ბავშვი ეგრე დამიტოვა და ვიშელეთ ბავშვი მიკვდება საავადმყოფამდე მიგვიყვანეითო პატრული ჩქარა წავიდა მე უკვე გონება დაკარგა ბავშვმა უკვე ახლა ვიყავი საავადმყოფოსთან და გადმოვიდა პატრული და ალო ბავშვი თავის მაგერაში ჩაშესა საავადმყოფოში კარები ეგრევე შეაგრია პატრული და შეიყვანა მანა უკვე გულიკო დაგაჩერებული და ესენი თუ მივიდი თუნარ დასტოვეს Ay be.